ტორბედოს და დილას გამარჯვების ემოციები და პირველი კომენტარები. ვის დაუპირისპირდებიან ქართული კლუბების შემდეგ ეტაპზე. რას წერს პორტუგალიური მედია კოჩორაშვილზე. გიორგის კომენტარი ახალ გუნდზე და მამარდაშვილის სრული ინტერვიუ ლივერპულთან. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. დავიწყოთ ქართული კლუბებით. გორის დილა და ქუთაისის ტორბედო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. ტორბედოს სტუმრად ყაზახურ ორდობასთან მძიმე ბრძოლა ჰქონდა და შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა. თუმცა ორივე შეხვედრის ჯამში 5-2 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პირველ ტაიმში ირაკლი ბიძინაშვილის გოლით დაწინაურებული ტორბედო მეორე ტაიმის დასაწყისში 10 კაცით დარჩა. საჯის საკამათო გადაწყვეტილებით სოლომონ კვერკვალიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ამის შემდეგ ორდობასმა ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა ტორბედოს მეკარის ოტო გოშაზის ბრწყინვალე თამაშით, რაც 9 სეივში გამოიხატა, ყაზახურმა გუნდმა საკმარისი რაოდენობის გოლის გატანა ვერ შეძლო. მათ წონასწორობის აღდგენა მხოლოდ საჯის მიერ დამატებულ დროში შეძლეს. მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით თამაშეთ, მაგრამ ესე ერთობლივად ყველა მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ამ მიზნისთვის მიგვეღწია და საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპს. მთელი 45 წუთი ვითამაშეთ, კაცნა კლუბმა კიდევ ორმაგად გაგვირთულა საქმე, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, კონჩეტევის შანსიც უკვე ნაკლები ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი გუნდით ვიცავდით თავს. თუმცა მინდა მიულოცო ქუთაისის გულშემატკივარს, ფანებს, ჩვენს ფეხბურთელებს, ყველას აბსოლუტურად მთელ საქართველოს და ვეცდებით ახლა შემდეგი ეტაპისთვის მოვემზადოთ. არანაკლებ რთული თამაში გვაქვს, არანაკლებ კარგ გუნდს ვეთამაშებით და ვეცდებით იქაც ჩვენთვის სასარგებლო შედეგი დავაფიქსიროთ. ტორბედო შემდეგ ეტაპზე ვიპროსის ომონიას დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ტორბედო გასულ წელს სწორედ ომონიასთან დამარცხდა 2-5. თუმცა რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ახლა ამ გუნდების დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გორის დილამ კი საკუთარ კედლებში ლუქსემბურგის რასინგი 1-0 დაამარცხა. ორი შეხვედრის ჯამში 3-1 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამ შეხვედრაში აღსანიშნავია ის, რომ პირველ ტაიმში სტუმართა მეკარემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად რიცხობრივი და სათამაშო უპირატესობისა, გორის დილამ გოლის გატანა 91 წუთზე შეძლო. გორის დილა UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიის რიგას დაუპირისპირდება. საერთო ჯამში კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ქართული გუნდია: ტორბედო, გორის დილა, იბერია და სპაერი. პირველ შეხვედრას იბერია სტუმრად 23 ივლისს ლევადიას წინააღმდეგ გამართავს. დანარჩენი გუნდების პირველი შეხვედრა კი 24 ივლისს გაიმართება. იმედია, რომ 4-ვე გუნდი შეძლებს მეორე ეტაპის წარმატებით დასრულებას. ახლა კი პორტუგალია და სპორტინგი, სადაც გიორგი კოჩორაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი სელტიკთან ამხანაგურ შეხვედრაში 58 წუთზე ჩაერთო და მცირე დროის მიუხედავად პორტუგალიური მედია აღფრთოვანა. მათი აზრით, ქართველის სხეული თავდაჯერებულობასა და ენერგიას ასხივებს, რაც ირგვლივ მყოფებზე დადებითად მოქმედებს. პორტუგალიურ მედიაში ფიქრობენ, რომ ქართველი შესანიშნავად აკონტროლებს თამაშს, ხელმძღვანელობს გუნდელებს და უკვე ლიდერობს მათ. თან ამას ჩუმად და უმტკივნეულოდ აკეთებს. მათი შეფასებით ქართველი წყნარი და ეფექტური ლიდერია. ძალიან კარგად უმკლავდება მოწინააღმდეგის ზეწოლას და როდესაც თავად ახდენს პრესინგს, ამას გონივრულად აკეთებს. შესაბამისად, ამ ყველაფერმა ფანები მალევე აღაფრთოვანა და მოხიბლა. დავეთანხმებით, რომ მსგავსი შეფასებები ნამდვილად სასიამოვნოა და იმედია, რომ გიორგის მომავალში უფრო მეტი დრო ექნება, რომ სრულად ანახოს პორტუგალიელებს რა შეუძლია ქართველს. ამ შეხვედრამდე კოჩორაშვილმა პორტუგალიურ მედიასთან ისაუბრა. ყველაფერი ძალიან იოლად მიდის, რადგან აქ ყველა მეხმარება, თანაგუნდელებიც და პერსონალიც. ჩემთვის დიდი პატივია გასახდელში ყოფნა იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველაფერში გვერდში დამიდგნენ. როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სპორტინგში 2 კვირაა მოვედი, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ უკვე 2-3 წელია ვთამაშობ. თავს ახალი კლუბის ნაწილად ვთვლი და ამ მომენტით ნამდვილად ვტკბები. რაც შეეხება მიზნებს, აქ ყველაფერი მარტივადაა. სპორტინგი პორტუგალიის ჩემპიონი უნდა გახდეს. მე აქ სწორედ ამიტომ გადმოვედი და ეს კლუბიც პირველობისთვის არის შექმნილი. ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩემპიონთა ლიგასაც, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მსგავსად უმაღლესი რანგის ტურნირია. თუ კი გუნდური სული უმაღლეს დონეზე გვექნება, ყველაფერი შესაძლებელია. ვიცი, რომ სპორტინგის წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებ. ყველას უნდა ვანახო, რა შემიძლია. რაც შეეხება ახალ ენაზე საუბარს, გკბირდებით, რომ მალე ვისწავლი. ჩემი ახალი თანაგუნდელები პორტუგალიურად მესაუბრებიან, პერსონალიც იგივეს აკეთებს და ეს ჩემთვის კარგია. ცოტა უკვე მესმის. ჯერჯერობით ვერ ვსაუბრობ, თუმცა აუცილებლად ვისწავლი.
შეგახსენებთ, რომ სპორტინგი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 21 ივლისს სანდერლენდის წინააღმდეგ ჩაატარებს. შემდეგ კი 25-ში ვილიარეალს დაუპირისპირდება. 31 ივლისს კი იმედია, რომ გიორგის ოფიციალურ დებიუტს პორტუგალის სუპერთასზე ბენფიკას წინააღმდეგ ვიხილავთ. ახლა კი გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ლივერპულში კარიერა დაიწყო და პრესტონ სიტის წინააღმდეგ მოედანზე ერთი ტაიმით ჩაატარა. ლივერპულმა ქართველ ფეხბურთელთან პირველი ოფიციალური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. პირველად ლივერპულის ფანების თვალწინ გამოჩენა საამაყო მომენტი იყო ჩემთვის. ეს მაძლევს мотивაციას, რომ მუდამ გავიზარდო. გავიღო ყველაფერი კლუბის საკეთილდღეოდ. ყველა მიცის რა ამბიციური კლუბია ლივერპული. მე კი მინდა მისი ნაწილი ვიყო წარმატებებში. კარგად ვიცი ის პასუხისმგებლობა, რაც დამეკისრა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. დიდებული მომენტია ჩემთვის, რადგან ლივერპულში ტრანსფერი არ არის რიგითი რამ. ეს არის ოცნების ასრულება. ახლა თავს მოტივირებულად, ამაყად და მზად ვგრძნობ. როცა გასულ ზაფხულში ლივერპულის ტრანსფერს დავთანხმდი, ვიგრძენი, რომ ჩემს კარიერაში რაღაც დიდი იწყებოდა. აი ახლა კი უფრო კარგად ვხვდები, რას ნიშნავს იყო ლივერპულის ფეხბურთელი. დიეგო შოტას ტრაგედია მართლაც ძალიან ცუდი მომენტი იყო, როცა აქ ჩამოვედი, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს ამხნევებს. ლივერპული დიდი ოჯახია. ჩვენ მხოლოდ გუნდი არ ვართ, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ევზრუნავთ. არ მქონდა შანსი დიეგოსთან ერთად მეთამაშა, მაგრამ ერთხელ მის წინააღმდეგ ვითამაშე ევრო 2024-ზე. პირდაპირ ვნახე, რა საოცარი ფეხბურთელი იყო. ვნახე, როგორ უყვარდა ის ხალხს და კარგად ხვდები, რომ მოედნის მიღმაც საოცარი პიროვნება იყო. ბოლო სეზონში, რა თქმა უნდა, ლივერპულის ყველა თამაში ვნახე, რადგან თავს უკვე გუნდის ნაწილად მივიჩნევდი. საოცარი იყო ჩემპიონის ტიტულის აღნიშვნა. კარგად დავინახე, რა ბევრს ნიშნავს ლივერპული ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ძალიან ვამაყობ, რომ პირველი ქართველი ვარ ლივერპულში. ვიცი, რას ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის. არასდროს დავივიწყებ იმ დღეს, როცა ლივერპულში ჩემი ტრანსფერი გამოცხადდა. საქართველოდან ძალიან ბევრი მესიჯი მივიღე. ყველა ბედნიერი და გახარებული იყო. საქართველოში 3 სეზონი ვითამაშე, შემდეგ ნაკრებშიც მოხვდი. 20 წლის ასაკში ესპანეთში წასვლის შანსი გამოჩნდა და იქ დაიწყო სრულიად განსხვავებული ცხოვრება ჩემთვის. ვალენსიამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. თავიდან არც ესპანური ვიცოდი, არც ინგლისური, გამიჭირდა. მალევე გავიაზრე, რომ კარიერული წინსვლისთვის ყველაფრის სწავლა საჭირო იყო. ახლა კი აქ ვარ, ინგლისური ფეხბურთის უდიდეს კლუბში. ბავშვობაში YouTube-ზე მეკარეების თამაშს ხშირად ნახულობდი, მათ შორის ლივერპულის მეკარეებსაც. ირჟი დუდეკი, პეპე რეინა და ახლა ალისონი. ლივერპულს მუდამ კარგი მეკარეები ხავდა და ახლა მსურს ჩემი წვლილი შევიტანო ამაში. ალი დღეისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მიხარია, რომ მასთან მუშაობა მომიწევს. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მასთან მუშაობას. მისგან ბევრი მაქვს სასწავლი. მასთან კონკურენცია, რა თქმა უნდა, გამოწვევა. აქ ვარ, რომ საუკეთესოდ წარმოვაჩინო ჩემი თავი და კლუბს წინსვლაში დავეხმარო. საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. ვფიქრობ, საკმაოდ მშვიდი ვარ, კონცენტრირებული. კარის ხაზზე ძალიან სწრაფი რეაქცია მაქვს. არნესლოც რაც შეეხება, რომ ჩამოვედი ვესაუბრე და მიხარია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან უნდა ვიმუშაო. ბოლოს მინდა ქართულად ვთქვა რამდენიმე სიტყვა. დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ქართულ გულშემატკივარს. ვამაყობ, რომ ვარ თქვენ ქვეყნის წარმომადგენელი ამ დიდებულ კლუბში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უფრო მეტად იამყოთ ჩემთვის. შეგახსენებთ, რომ ლივერპულს მომდევნო ამხანაგური შეხვედრა 26 ივლისს მილანის წინააღმდეგ აქვს. არნე სლოტის გუნდი კი სეზონს 10 აგვისტოს კრისტალ პალასთან ინგლისის სუპერთასის შეხვედრით დაიწყებს, ხოლო პრემიერ ლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს ბორნმუთს უმასპინძლებს. ბოლოს წარმატებები უსურვოთ ქართველ სპორტსმენებს და თქვენ, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოვჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლე.